გვარების წარმოშობა უძველესი დროიდან იღებს სათავეს და საქართველოც, როგორც იმ ძველ ცივილიზაციათა შემოქმედი ხალხის ქვეყანა, ღრმა ფესვების მქონე გვარებით იწონებს თავს. ჩვენი გვარებიც, როგორც ბევრი სხვა ხალხებისა, ძირითადად ადამიანთა სახელების, მეტსახელების, სადაურობის პროფესიის და სოციალური მდგომარეობის მიხედვით წარმოიშნენ. პირველი ნაშრომი ქართული გვარების წარმომავლობის შესახებ გამოჩენილ ქართულ მეცნიერსა და მწერალს ვახუშტი ბატონიშვილს ეკუთვნის. გადაცემაში ვისი გვარის ახალ ვეცდებით გავარკვიოთ თქვენი შენი გვარის ისტორია. გამარჯობა ირაკლი. გამარჯობა. შენ მითხარი ვისი გვარის ახალ? მე ვარ კაკაბაძე და შესაბამისად ვარ კუხელი. მე რამდენადაც ვიცი, ყველა კაკაბაძეები თავიდან წამოვიდნენ კუხიდან და ეს არის ბუდე კაკაბაძეების, მოკლედ სადაც იბარტყეს პირველად. ესე იგი გამოდის რომ მე კუხში უნდა წავიდე. ახლა რომ თქვენი ისტორია საფუძვლიანად გამოვიკვლიო. თავიდან კუხში უნდა წახვიდე, თუმცა კაკაბაძეები არიან როგორც ვიცი აჭარაშიც, აღმოსავლეთ საქართველოშიც, კიდე რამოდენიმე ადგილას, მაგრამ ალბათ კუხიდან უნდა დაიწყო, იმიტომ რომ იქ დაიწყო ყველაფერი. ხონის რაიონი, სოფელი კუხი. ესე იგი ხონში მივდივარ მე კუხში. ასე გამოდის. მომიკითხე ყველა. მომიკითხა აუცილებლად წავედით ჩვენ კუხში. კაკაბაძეების გვარზე მუშაობა დავიწყეთ. ირაკლის შეუვარეთ და გითხრა რომ წარმოშობით კაკაბაძეები კუხიდან არიან. არ შემეძლო სანამ კუხში წავიდოდი უმჭირესი კაკაბაძე არ გამეცნო თქვენთვის ბატონ ტარიელ კაკაბაძეს შემოუვარეთ ადვოკატს და გამარჯობა ბატონო ტარიელ. საიდან ხართ კაკაბაძეები? კაკაბაძეები ვართ ხონის რაიონიდან, სოფელი კუხი. ანუ ეს არის იმერული გვარი, თუმცა გვხვდება სხვადასხვა კუთხეებშიც, მაგალითად აჭარაში დღეს საკმაოდ ბევრი კაკაბაძე ცხოვრობს. აჭარა ახსენეთ. აჭარაში ძალიან ირაკლი მგითხრა რომ კუხიდან ვართო. გვარი არის ხონის რაიონიდან, ყველაზე ბევრი კაკაბაძე ცხოვრობს ხონის რაიონში, თუმცა გვხვდება სხვადასხვა კუთხეებშიც, მათ შორის აჭარაში. ასეთი ისტორია არსებობს, რომ იმერეთიდან გადავიდა მღვდელი კაკაბაძე გვარად აჭარაში, ქედის რაიონში კონკრეტულად, სადაც ქადაგებდა ქრისტიანობას, მას ებრძოდნენ, მას ავიწროვებდნენ და სწორედ ამ მღვდლის შთამომავლები დარჩენ აჭარაში და დღეს საკმაოდ ბევრი კაკაბაძე ცხოვრობს აჭარაშიც. და ბევრმა მათგანმა ნამდვილად იცის გვარის ისტორია და იციან ის, რომ იმერეთიდან არის მათი წარმომავლობა. ბატონ ტარიელ, გამოჩენილ კაკაბაძეებზე რო გითხრათ, რაიმე კაკაბაძეების გვარს ყავდა არაერთი ადამიანი, რომელიც იბრძოდა გასაბჭოების წინააღმდეგ და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის ძალიან ბევრი კაკაბაძე შეეწირა სხვადასხვა ომს. შესაბამისად, ჩემი ძლია თამამოთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გვარი. და კაკაბაძეები ასევე ცნობილები არიან იმით, რომ ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყანა და პატრიოტიზმი გამოარჩევთ ზოგადად კაკაბაძეებს. პოლიკარპე კაკაბაძე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დრამატურგი საქართველოს ისტორიაში არის პოლიკარპე კაკაბაძე. ეს არის ადამიანი, რომელმაც დაწერა ყვარყვარე თუთაბერი და ეს ნაწარმოები არის მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, თუმცა მას არაერთი სხვა ძალიან ძლიერი ნაწარმოები აქვს დაწერილი. სწორედ ყვარყვარე თუთაბერის საფუძველზე 1978 წელს გადაიღეს ფილმი ყვარყვარე. ეს ფილმი საკმაოდ პოპულარული ფილმი არის და ფაქტობრივად ქვეყანაში არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ამ ფილმის შესახებ არ იცოდეს. ეს ფილმი შექმნილი არის პოლიკარპე კაკაბაძის ყვარყვარე თუთაბერის მიხედვით. შესაუმარველია. მაგნიტებული სოფელი. გასაგებია. აღზვა. არა ბატონო, მანდ მტრის პოზიციებია. აქ მანდაც მტერია და საერთოდ ახლა ალყაში ვარ. ჩვენ. აბა მე აქ საიდან გავს? ეს შენი დაპატიმრებულები არიან. დაიმანე. რამდენი პატიმარი არ ეტევა ბატონო ყვარყვარე ანტიკაში. კარები დაგებილია. კი ბატონო. აბა დატეულა დაიგა. როდი? ყვარყვარე. თემი და სკულპტურა გვაქვს აქ. მაინტერესებს სხვა გამოჩენილი
იურისტები თუ არიან კაკაბაძეების გვარში. ისევე როგორც სხვადასხვა პროფესიებში, იურისტის პროფესიაშიც არის არაერთი ძალიან წარმატებული კაკაბაძე. კაკაბაძეები არიან როგორც ადვოკატები, ასევე არიან მოსამართლეები და მე ძალიან მეამაყება ყველა ეს ადამიანი, ვინაიდან ისინი ძალიან ღირსეულად ემსახურებიან ქართულ მომსაჯულებას. მეცნიერს გამორჩეულ კაკაბაძეს, ვაჟა კაკაბაძეს ვესტუმრეთ დღეს. გამარჯობა ბატონო ვაჟა. მოგესალმებით. მაინტერესებს კაკაბაძეების გვარის შესახებ უფრო დაწვრილებით, თქვენგან უფრო დაზუსტებული ვარიანტები გვინდა. გვაინტერესებს კაკაბაძეების გვარის წარმოშობის ისტორია. მე ცოტა შორიდან მინდა დავიწყო ეს გარემოება. თქვენთვის და მთელი მსოფლიოსათვის ცნობილია, რომ არსებობს სამი უძველესი ცივილიზაცია. ეს არის ეგვიპტური ცივილიზაცია, შუმერების ცივილიზაცია და კოლხური ცივილიზაცია. ეს სამივე ცივილიზაცია ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. ახლა ყველა მსმენელს გაუჩნდება კითხვა, რა შეშია აქ კაკაბაძეების გვარი და ეს სამი ცივილიზაცია. არა მარტო კაკაბაძეების გვარი, არამედ საერთოდ ქართველთა ცივილიზაცია, ესე გავაერთიანებ მე, დაკავშირებულია შუამდინარეთის და ეგვიპტის ცივილიზაციასთან. კაკაბაძეების გვარი ეს არის ძალიან პატარა მცირედი დადასტურება იმისა, რომ ჩვენ გქონდეთ კავშირი შუმერებთან და ეგვიპტელებთან. ეხლა რასაკვირველია, ეგვიპტელებსა და შუმერებს უფრო დიდი კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან, მათ ერთი საერთო ღმერთი ჰყავდათ, უფრო ზე აწეული ეგვიპტელებს, რომელსაც ერქვა აგერ მე მოვიშველიებ გელოვანის წინს მითოლოგიაზე ატუმი. შუმერებსაც ჰყავდათ ესეთი ღმერთი. და მათ უწერიათ ეგეთი რამე, რომ ატომს ჰყავდა ძე კა, რომელიც დაიკარგა ქალში. ატირდა ღმერთი, შუმერთა ღმერთი ატომი. ჩამოუვარდა ცრემლი, რომელიც დაეცა ბენბენის მთაზე და აღმოცენდა ადამიანი. კა ეს არის მამაკაცობის ასე თქვათ აღნიშნელი. აი როგორც ბიბლიაშიც ხო, ღმერთმა ჯერ შექმნა ადამი და მერე ევა. აი ამ ცივილიზაციაში, ამ უძველეს ცივილიზაციაშიც სწორედ ეს არის, რომ ჯერ შეიქმნა კაცი. ანუ კა ეს არის კაცის საწყისი. არც ერთ სხვა სახელმწიფოებში და ერებში არ არის ისეთი გვარები, რომელიც იწყება კაზე. შეიძლება მე მარტო საქართველოში ხდება კაზე დაწყებული გვარები. აი, წარმოიდგინეთ. საქართველოში ამან მიიღო აბსოლუტურად სხვა უკვე ფუნქცია. აი ისევ თქვენი გადაცემიდან დავიხმარ ერთ გამოკვლევას და ქალბატონი აღნიშნავს, რომ დალიფალიანი ქალბატონი დალი აღნიშნავს, რომ კა სვანურად ნიშნავს ფიქალს. ფიქალი რა არის? ფიქალი არის ის მასალა, რომელთაც სახლს აშენებენ და მკრივი მასალა. ეხლა მოდით დავუბრუნდეთ ხევსურეთს, თუშეთს, მთიან მხარეს ზოგადად. იქ კა მოიხსენიება როგორც კარგი საწყისი. აი კა კაცი. კა წალხევი. უყურეთ, გამოყვა კა წალხევი, ანუ ლამაზი ხევი. ანუ აქ დგება საკითხი თვითონ ამ კას წარმოშობის ისტორიისა. ანუ ჩემი გვარის, არა მარტო ჩემი გვარის, არამედ კაჭკაჭიშვილების გვარის. აქ მთელი დაკვირვება სჭირდება ისტორიკოსებს და ევროპელები. წასულები არიან საქართველოდან. რამე თუ ჰეგელი ამბობს, რომ კოლხური კულტურა და კოლხებს მთელი ევროპა ეჭერა. რამე თუ ასე თქვათ ბასკები ისე ქართველთა მონათესავები არიან. რამე თუ ბერძნული კულტურა აღებულია პელაზგებისგან. ხო? ანუ მთელი ეს საწყისი მოდის საქართველოდან. რაც ამაყო არის ძალიან. რაც ამაყო არის და მეც მეამაყება სწორედ ჩემი გვარის წარმოშობა, იმიტომ რომ მისი საფუძველი არის კა. ვეთ კაკაბაძე.
ბა აფხაზურად. მე ნამდვილ აფხაზებს ვლაპარაკობ, გასაკვირველია. აფხაზეთის გეოგრაფიული დასახელებაა, სადაც ცხოვრობდნენ სვანები, მეგრელები, იმერლები, რაჭველები. ბა არის დაბოლოება ძესი. ანუ ძე. ხო და ძე თავისთავად ძეა. უბრალოდ გამოვიდა კ, ბა, კ, ძე. ანუ კაკა ბაძე. აი ეს არის ჩემი გვარის ისტორია და მე მინდა მიმართო ყველა კაკა ბაძეს, რომ თავისი გვარით იამაყოთ. ისევე როგორც თქვენ უნდა იამაყოთ თქვენი გვარით. და თვითონმა ქართველმა უნდა შეეცადოს, იპოვოს თავისი გვარის წარმოშობის ისტორია. წმინდანი კაკაბაძეები არიან, როგორც ვიცი. და ამის შესახებ უფრო დაწვრილებით რო გვიამბოთ. მე ყველაზე უფრო მეტად რაც მეამაყება ცხოვრებაში, მეამაყება ის, რომ ვარ წმინდანების შთამომავალი, რომლებიც პატრიარქმა შერაცხა და წმინდა სინოდმა 300 არაგველთან ერთად. გაზეთი მამულიშვილი, რომლის პირველი რედაქტორი გახლავთ სპირიდონ კედია, 1927 წლის ივნისში გამოაქვეყნა სტატია. ამ სტატიაში წერია შემდეგი რაღაცა. 1795 წელი. ავლაბრის ხიდზე სპარსელებმა დაასვენეს ანჩის ხატის ღვთისმშობლის ხატი. და დანარჩენი ეს ისტორია ცნობილია უბრძანეს ქართველებს უბრძანეს, რომ მისულიყვნენ და ხატისათვის ფეხი დაედგათ. უცბად გაისხმა ხმა. მე ვაჩვენებ ქართველებს მაგალითს. და წინ გამოვიდა კაკაბაძე თავის ვაჟთან ერთად. მივიდა ხატთან ეამბორა და შეაფურთხა სპარსელებს. ნუ რასაკვირველი აქ სპარსელებმა აკუთეს იმტუჩივეს მამაშვილი და მერე იმხელა ძალა გადავიდა თითოეულ ქართველებზე, რომ არცეთ მარ დაბიჯა ფეხი. ჩვენ ქართველები, თვითონი ქართველი არის თავისი ძირით და ბუნებით ქრისტიანი. მართლმადიდებელი ქრისტიანი. და ეს ძალიან საამაყოა და აი ამან გადაგვარჩინათ და მოგვიყვანა სწორედ აქამდე. 300 არაგველი ახსენეთ და თან მამაშვილის ისტორია. დიახ, ერთ დღეს იქნენ წმინდანად შერაცხულები, თორე ისტორიულად ესენი ერთმანეთისაგან რასაკვირველია დაცილებულია. გვიამბობთ გამოჩენილი კაკაბაძეების შესახებ. არაჩვეულებრივი მეცნიერები ყავს. ადვოკატები, მოსამართლეები, ექიმები, მაგრამ მე მინდა განსაკუთრებით გამოვყო რამოდენიმე პიროვნება. ეს არის დავით კაკაბაძე, არაჩვეულებრივი მხატვარი, ეს არის სარგის კაკაბაძე, ძალიან ძლიერი ისტორიკოსი. ისეთ უბრალოდ სარგისმა ვერ შექმნა თავისი სკოლა და ამიტომ ნაკლებად უფრო ცნობილია ვიდრე ჯავახიშვილი. მე რასაკვირველია ჯავახიშვილს ქვევით არ წევ. პირიქით მინდა რომ ორივე და უფრო მეტი ისინი გვყავდეს. ალდე კაკაბაძე კერამიკოსია. იცით მან გამოწვის სულ ახალი მეთოდი შემოიღო და ამით ამ ქალბატონმა გარდა ამისა უამრავი კარგი სტუდენტი გაზარდა. უამრავი. მაგრამ მინდა გავჩერდე მაინც დავით კაკაბაძეზე და დავით კაკაბაძე წიგნი არის ეს. ჩემო დამაჩუქა და აი პირველ გვერდზე წერია რომ მან შექმნა სტერეოსკოპი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ვიღაცამ გამოიგონა სტერეოსკოპი და მიიღო ნობელის პრემიის ლაურეატობა. როდესაც ბევრად უფრო ადრე შექმნა დავით კაკაბაძე. რა არის ახლა სტერეოსკოპი? აი სტერეოფილმები ხო გინახიათ სამ გამზომილებიანი ფილმები. აი ეს არის სტერეოსკოპი, რომელიც გამოიყენება გეომორფოლოგიაში, ანუ რელიეფის შესწავლაში, რომელიც გამოიყენება მედიცინაში. რა ხდება ახლა დედამიწიდან იღებენ აეროფოტოსურათებს, რომელიც დედამიწის ქერქს როგორც რენტგენი ისე შიფრავს და აი ამ ფოტოს შესწავლა ხდება ამ სტერეოსკოპით. ანუ ორი ცენტრია და ერთ ცენტრში მზერით ერთ ცენტრში მოგვყავს
საკვლევი ობიექტი და იმ ობიექტს ვსწავლოთ. აი სწორედ ესეთი მეთოდებით ძალიან ბევრი მიწისქვეშა წიაღისეული იქნა აღმოჩენილი, მათ შორის ნავთობი, რამე თუ ზედაპირზე ხშირად შლიხების, ნიმუშების, აღების შემთხვევაში არ ვლინდება არსებული საბადოები, რომელიც დედამიწის წიაღში იმყოფება. ეს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, წინგადადგმული ნაბიჯია. და ნუ ბატონ დავით კაკაბაძეს ეს აზრი გაუჩნდა იქიდან, რომ თქვენ დაათვალიეროთ მისი ნახატები, ხო? აი ხშირად აქვს მაგ სწორედ აი ეს მინებისა და სარკის ეფექტი აქვს გამოყენებული და მას რო ეს არ გამოეგონა ცოტა სასაცილოც იქნებოდა, იმიტომ რომ იცით ძალიან სწორად ხედავს სივრცეს. ხა უყურეთ სივრცის დანახვა ორმა დიდმა ხატვარმა შესძლო. ეს არის დავით კაკაბაძე და ეს არის ფიროსმანი. ხშირად ასე ვთქვათ, სვამენ კითხვას, რატომ არისო ზოგი ფიგურაო ახლოს, რომელიც არის ფიროსმანთან დაკავშირებით, პატარაო და შორსდგარი ფიგურა დიდიო, ხო? აი ფიროსმანმა უკვე ფილოსოფიურად გადაწყვეტა. დავით კაკაბაძემ ეს პრაქტიკაში დაანახა ყველას. ზოგი ამბობს, რომ ის ნაკლებად ცნობილი პიროვნებაა ფიროსმანს ეხება, ფიროსმანის ნახატებზე, ის უფრო ცნობილია და ფიროსმანს გაუჭირდებოდა შეეცვალა. უბრალოდ მან სივრცე დაგვანახა სხვანაირად. და არიან მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სივრცე არ არსებობს. ანუ უსასრულობა და უსასრულობა მართლაც არის. ხო? სივრცე ეს არის ის ეფექტი, რომელიც ჩვენს თვალში აისახება. სარგის კაკაბაძე. ის არ ეგუებოდა კონსტიტუციურ წყობას და ყველაფერს სიმართლეს ამბობდა. და მისი ყველაზე უფრო ის გარემოება მომწონს, რომ ის ძალიან დაწვრილებით აღწერს ყველა ისტორიულ ფაქტს. ამის მაგალითია აი კრწანისის ომი. იმდენად ღრმად აქვს შესწავლილი, რომ ერთ-ერთი მებრძოლი ხმალს როგორ იღებს, ისიც კი აქვს აღწერილი. რატომ იძახოდნენ ქართველები ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისათვის, ხო? ამის შინაარსი დავკარგეთ. ახალგაზრდებს უნდა მივცეთ ეს სარგის აქვს ერთ-ერთ თავის ნაშრომში დაწერილი. ანუ რო იბრძოდნენ და ამბობდნენ ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისათვის, ანუ უფლისთვის ვიბრძოდით. როგორც კი დავკარგეთ ეს და აღარ ვიბრძვით უფლისათვის და ცოტა პატარა გადახვევას გავაკეთებ და ვიბრძვით ჯიბისთვის, იმის შემდეგ უკვე ნელა დავკარგეთ. იმის შემდეგ მოხდა, რომ მოვკალით ილია ჭავჭავაძე, ბევრი პოეტი სიმშილით მოკვდა და ასე შემდეგ. როგორც კი დაუბრუნდებით იმ საწყის, რასაც ქვია ქართველობა და ბრძოლა თავისუფლებისათვის და რაც კარგად აქვს ილია ჭავჭავაძის გზავრის წერილებში დაწერილი, რასაც მეეტელე ლაპარაკობს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვაჟა. დიდი მადლობა. ჩვენ წავალთ კუხში. ეხლა ჩვენ სოფელ პატარა კუხში ვიმყოფებით, სადაც ბატონმა ტარიელმა, ვაჟამ და ირაკლი კაკაბაძემ გვირჩი ესრო ჩამოსულიყავით, რადგან სოფელი კუხი, პატარა კუხი ითვლება კაკაბაძეების ბუდით. აი ეს ულამაზესი ტაძარი ბატონმა ბადრი კაკაბაძემ ააშენა და ჩვენ ახლა აქედან გადავინაცვლებთ პოლიკარპე კაკაბაძის სახლ-მუზეუმში. ამ ულამაზეს სახლში სარგის და დავით კაკაბაძეები დაიბადნენ. მათმა შთამომავალმა დავით კაკაბაძემ ეს სახლი სახლ-მუზეუმად უნდა აქციოს. ბათუმში ვიმყოფებით. აქ კაკაბაძეები საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან გავრცელებულები. ეხლა ადვოკატ მარიამ კაკაბაძეს გაგაცნობთ. დავიდეთ. გამარჯობა ქალბატონო მარიამ. გაგესალმებით. გადაცემა ვისი გორის ახარ აქედან ავართ და გვაინტერესებს
კაკაბაძეების გვარის ისტორიას ვაკეთებთ და როგორ მოხდით ბათუმში. ვიდრე უშუალოდ ჩემს გვარზე ვისაუბრებ, მინდა შევეხო კაკაბაძეების თვითონ ისტორიულ წარმომავლობას. ძირითადად ეს გვარი იმერეთში გვხვდება, იმერეთიდანაა და ისტორიული წყაროების მიხედვით ჯერ კიდევ 1945 წლიდან უკვე გვხვდება, ასე ვთქვათ, წყაროებში. რაც შეეხება აჭარაში მცხოვრებ კაკაბაძეებს, აჭარის სამ რეგიონში გვხვდება კაკაბაძეები, ძირითადად ეს არის სარფში, ლაზი კაკაბაძეების სახელით ცნობილი და ქედის ორ სოფელში, ეს არის მერიში და ორცვაში. ჩემი შტო უშუალოდ არის სოფელ ორცვიდა. ამასაც აქვს ძალიან საინტერესო ისტორია, კერძოდ როგორც წყაროებში წამიკითხავს და წინაპრებისგან მომისმენია. სოფელ ორცვაში როგორ მოხდით? დიახ, როგორ მოხდით სოფელ ორცვაში, ამაზე ვისაუბრებ. ჩვენ ვართ იმერეთიდან წამოსული მღვდლის შთამომავლები, რომელიც დასახლდა სოფელ ორცვაში და თვითონ ორცვის სახელიც არ არის შემთხვევითი, საკმაოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ სოფელს, ვინაიდან მოგეხსენებათ იმ პერიოდში აქტიურად ხდებოდა აჭარის გამაჰმადიანება, ოსმალები ცდილობდნენ რომ აეღოთ ასე ვთქვათ სოფლები და გაემაჰმადიანებინათ, აქტიურად ავრცელებდნენ ისლამს და ორცვა და კიდევ ერთი ქედის სოფელი არის, რომელმაც ასე ვთქვათ თავი შეინახა დიდხანს და ყველაზე გვიან შევიდა ისლამი ამ სოფელში და ეს იყო სწორედ დამსახურება ამ მღვდლისა, რომელიც აქტიურად ქადაგებდა მართლმადიდებლობას ეკლესიაში, ავრცელებდა ხალხში, დადიოდა, ქადაგებდა, ყავდა ძალიან ბევრი მიმდევარი. მე წეღან ვახსენე, რომ ამ სოფელს ორცვა შემთხვევით არ ქვია, ძალიან სიმბოლურია ეს სახელი, ვინაიდან სოფელს ყავდა, ასე ვთქვათ, ორმაგი დაცვა, ანუ ზარები იყო, დიდი ზარები, გუმბათოვანი ზარები იყო და სოფლის თავში და ბოლოში და როდესაც მოსახლეობა გრძნობდა მტრის მოახლოებას, აი ამ ზარებით აფრთხილებდნენ და უკვე მოსახლეობა შესაბამისად ახდენდა რეაგირებას. რაც შეეხება ამ მღვდელს, მოგეხსენებათ, ოსმალები მაინც მოახერხეს სოფლის მოსახლეობის გადაპირება და გამაჰმადიანება და მიუხედავად მისი დიდი ბრძოლისა და მეცადინეობისა, საბოლოოდ ისლამი მაინც დამკვიდრდა ამ სოფელშიც და ოსმალებმა ახალგაზრდების გადაპირება მოახერხეს, როგორც ისტორიული წყაროები გვეუბნება და შესაბამისად უკვე იმდენად მოიკიდა ისლამმა ფეხი, მას ერთ დღეს ტაძარი დაქცეული დახვდა და მის გვერდით ხის ჯამე იყო აშენებული და აი მაშინ უკვე თქვა, რომ აქ უკვე აღარ ყველაფერი დასრულდა და მას იქ აღარ დაედგომებოდა. სხვათაშორის ოსმალები მას ყველაზე საშის მოწინააღმდეგედაც კი აღიქვამდნენ, როგორც ისტორიული წყაროები გვეუბნებიან და კარგი ნაშრომები აქვს ამასთან დაკავშირებით სარგის კაკაბაძეს და ზაქარია ჭიჭინაძეს. ასევე გადმოცემით ვიცი აღნიშნული შესახებ ჩემი წინაპრებისგანაც. მღვდელი იძულებული გახდა საბოლოოდ გაქცეულიყო ჩაქვში და იქ დასახლდა. ჩაქვში მოსახლეობას ჯერ კიდევ ჰქონდა მეტნაკლებად შენარჩუნებული ეს ქრისტიანობა, იმიტომ რომ იმდენად ოსმალები იქ არ იყვნენ შესული იმ ეტაპისთვის და შემდგომში უკვე იქ დასახლდა და დაიწყო იქაური მოსახლეობაზე სულიერ ცხოვრებაზე ზრუნვა, ასე ვთქვათ. თუმცა ის იძულებული გახდა რომ გვარი შეეცვალა, როგორც წყაროები გვეუბნებიან და გახდა გეგიძე. ამის შემდეგ გვარმა კიდევ განიცადა, ასე ვთქვათ, გრადაცია და გეგიძეების განშტოება წამოვიდა კეკიძეები და სხვადასხვა რეგიონებში არიან დღესდღეობით ეს გვარები. თუმცა მათი ფუძე გვარი არის კაკაბაძე. რაც შეეხება ამ მღვდლის ოჯახს, როგორც ზაქარია ჭიჭინაძეს წყარობს დავეყრდნობით, ისინი ოსმალებმა არ დაანებეს, მღვდელს არ გაატანეს და ქეშიშოღლებად მონათეს, ასე ვთქვათ, ქეშიშოღლებად გამოაცხადეს, შეუცვალეს კიდევაც მათ გვარი არის ეს ქეშიშოღლება. რაც ნიშნავს ურჩი მღვდლის შვილებს. შემდეგ ამ მღვდლის უფროსი შვილი, როგორც წყაროებიდან არის ჩვენთვის ცნობილი, აკურთხეს ხოჯად, აკურთხეს ახლა რამდენად სწორად ვამბობ არ ვიცი და თითქოს დასაჯეს კიდევაც ამითი, აი აქამდე თუ ურჩი მღვდლის შვილები ყავით, ქეშიშოღლებიო, ეხლა უკვე ისლამს გაავრცელებთო და შესაბამისად მერე უკვე წავიდა გავრცელა ისლამი. როდესაც საუბრობთ აჭარაში მცხოვრებ კაკაბაძეებზე, არ შემიძლია არ ვახსენო, აჭარაში ყავს საკმაოდ ბევრი დამსახურებული კარგი ბათუმელი, მათ შორის ედიშერ კაკაბაძე, ბიძაჩემ, რომელიც ნამდვილად საამაყო ბათუმელი იყო, ის აჭარის დამსახურებული მოქალაქეც გახდა 2014 წელს, იყო ფეხბურთელი, ბათუმის დინამოს, სამტრედიის ფეხბურთის და
კანონმდებლად სამწუხაროდ 2021 წელს გარდაიცვალა. ასევე მინდა გვარის კვლევასთან დაკავშირებით ძალიან დიდი როლი აქვს შეტანილი ორცვაში მცხოვრებ ზაურ კაკაბაძეს, რომელმაც მოიკვლია სხვადასხვა ისტორიული წყაროები, არქივში დაცული მასალები და ერთგვარი გენეალოგიური შტოცკი გააკეთა და სადამდეც მისცა ამ მასალებმა საშუალება გაყვა და საკმაოდ კარგი ესე გენეალოგიური ხე აქვს გაკეთებული, ის აქტიურად იკვლევდა კაკაბაძეების თვითონ გვარის ეტიოლოგიას და წარმომავლობას. დაახლოებით რამდენი იქნებით კაკაბაძეები სულ აჭარის ტერიტორიაზე გავრცელებულები? რეალურად არის სარფში მცხოვრები კაკაბაძეები, მერიში მცხოვრები და ორცვაში მცხოვრები კაკაბაძეები. საერთო ჯამში არც ისე ცოტა ვართ, თუმცა ჩვენ ერთმანეთს არ ვენათესავებით, აი ლაზი კაკაბაძეები და ორცველი კაკაბაძეები, ისე როგორც მერისელი კაკაბაძეები და ორცველი კაკაბაძეები და იმაზე მაგრამ კაკაბაძეები ვართ და ასე ერთიანი სურათი რომ წარმოვიდგინოთ, საკმაოდ ბევრი ვართ, იმიტომ რომ აი სარფშიც ვართ, ორცვაშიც ვართ, მერიშიც ვართ. ბათუმში აჭარის ტერიტორიაზე ერთი მღვდლისგან გავრცელდით ყველა კაკაბაძეები. ერთი მღვდლისგან არ გავცადით, ნახე, მე შემიძლია მხოლოდ ორცველ კაკაბაძეებზე ვისაუბრო, ჩვენი ისტორია ასეთია, რომ აი ამ მღვდლის შთამომავლები ვართ ორცველი კაკაბაძეები, თუმცა იგივეს მე ვერ დავადასტურებ აი სარფში მცხოვრებ კაკაბაძეებზე და მერიში მცხოვრებ კაკაბაძეებზე, თუმცა გვარი ერთია და ყველა ერთნი ვართ ჩვენთან. უდიდესი პატივისცემა გვაქვს მიუხედავად სხვადასხვა კუთხისა ერთმანეთის მიმართ. გაიხარეთ, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მარიამ. მარიამ კაკაბაძე იყო ჩვენი სტუმარი აჭარას სტუმარით ჩვენ დღეს და გამრავლდით კაკაბაძეები. კარგად, მადლობა დიდი ნახვამდის. საქართველოში გვარს არა მხოლოდ სამართლებრივი დატვირთვა აქვს, არამედ ისტორიული, რამე თუ ეს ორი უძველესია და მისი ფესვები ფართოდაა გაშლილი როგორც ძველ ეგვიპტურ, ასევე შუმერულ ცივილიზაციაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია კაკაბაძეების გვარი, რომლის ფესვები შუმერების ცივილიზაციაში ფიქსირდება. მითოლოგიის საფარით ამდენად ჯერჯერობით მოკრძალებით შეგვიძლია აღვნიშნოთ კაკაბაძეების გვარს. ღრმა ფესვები გააჩნია და ამიტომაც ის ფართოდაა გავრცელებული აჭარაში, იმერეთში და კახეთში. და ამიტომაცაა რომ მას ახლო კავშირები აქვს ქართულ ტოპონიმებთან.